ჩვენი მუზეუმის არქეოლოგიური კოლექციები, როგორც წესი, ფუნდამენტური მეცნიერული კვლევის შედეგადაა მოპოვებული. თუმცა არსებობს ეგრეთ წოდებული გადარჩენითი სამუშაოების დროს მოხვედრილი მასალა. ამ კოლექციების უმეტესობა არქეოლოგიური კვლევის ცენტრის სამუშაოების შედეგად არის მოპოვებული. არქეოლოგიური კვლევის ცენტრი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფარგლებში 70-იანი წლების ბოლოს შეიქმნა და მას გარდა წმინდა სამეცნიერო ფუნდამენტური კვლევებისა ჰქონდა ფუნქცია ეგრეთ წოდებული ახალმშენებლობებისთვის არქეოლოგიური კვლევების ჩატარება. საქართველოში არც ერთი მშენებლობა არ იწყებოდა არქეოლოგების დასკვნის გარეშე და ხშირად ძალიან ფართო მასშტაბიანი არქეოლოგიური კვლევები მიმდინარეობდა. ერთ-ერთი ყველაზე ფართო მასშტაბიანი არქეოლოგიური პროექტი დაკავშირებული იყო ჟინვალხესის მშენებლობასთან. ჟინვალის არქეოლოგიური ექსპედიცია, რომელსაც გამოჩენილი ქართველი არქეოლოგი ბატონი რამინ რამიშვილი ხელმძღვანელობდა, მრავალი წლის მანძილზე ატარებდა არქეოლოგიურ სამუშაოებს, რათა შემდგომში შესაძლებელი ყოფილიყო იმ შესწავლილ ტერიტორიაზე კაშხლის გაშენება. ამ გათხრების შედეგად აღმოჩენილი იქნა სხვადასხვა ეპოქის ძეგლები. მათ შორის განსაკუთრებით ყურადღებას იპყრობს როგორც ენეოლითის, ისე ადრებრინჯაოს მასალა. თუმცა აქ ფენები გრძელდება როგორც ანტიკურ ხანაში, ისე შუა საუკუნეებში. სამწუხაროდ დიდი ნაწილი არქეოლოგიური ძეგლებისა დღეს წყლით არის დაფარული და მათ შესახებ ინფორმაციას იძლევა არსებული კვლევების შედეგები. ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენა გახდათ ენეოლითური ეპოქის ჟინვალის ძეგლი. ეს ძეგლი არაგვის სამხრეთ ფერდობზე იყო განლაგებული და დღეს წყლით არის დაფარული. დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ აქ აღმოჩენილ თიხის ნიმუშს, რომელიც ერთ მნიშვნელოვნად ღვთაებას ეკუთვნის. ეს ნიმუში დეტალურად შეისწავლა და გამოაქვეყნა ჩვენმა თანამშრომელმა არქეოლოგმა ბატონმა გიორგი გოგოჭურმა. მან დეტალურად აღწერა ნიმუში და მოძებნა ის პარალელები, რომელიც შესაძლებელია ჰქონოდა ამ ექსპონატს. ეს ნიმუში სავარაუდოდ 4500 წლისაა. ღვთაების ზომებია: სიმაღლე 25 სანტიმეტრი, სიგრძე 55, ხოლო სიგანი 38 სანტიმეტრი. სახეს ორად ყოფს პრიზმის წიბო. მარჯვნივ დომინირებს დიდი თვალები, რომლებიც რელიეფური სპირალური ორნამენტითაა წარმოდგენილი. ეს ეგრეთ წოდებული თვალები, ანუ სპირალები, იმგვარადაა განლაგებული, რომ აშკარად თვალების ასოციაციას იწვევს. კომპოზიციას ასრულებს შუბლი, რომელიც წარმოდგენილია ასევე წვერით ქვემოთ მიმართული სამკუთხედით, რომლის ქვემოთ ორივე მხარეს თითქოს წარბები გამოდის. ზოგადად სპირალი მზის სიმბოლოა. სპირალების უხვი გამოყენებაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს სკულპტურა მზე ღვთაებასთან უნდა იყოს დაკავშირებული. უნდა ითქვას, რომ პირდაპირი ანალოგია მსგავსი აღმოჩენებისა ამ ეპოქის არ არსებობს სამხრეთ კავკასიაში. სავარაუდოდ უნდა ვეძიოთ კულტურული კავშირები უფრო მახლობელ აღმოსავლეთთან. ასევე სიმბოლურია ისიც, რომ ამ ადგილას, სადაც აღმოჩენილია ეს ღვთაება, ქრისტიანულ ეპოქაშიც გრძელდებოდა სამლოცველოების მშენებლობა. ასე რომ კიდევ ერთხელ ჩვენ ვხედავთ საქართველოს ტერიტორიაზე ერთ კონკრეტულ ადგილზე კულტურის უწყვეტობას და საშუალებას, რომ დავინახოთ სხვადასხვა ეპოქების ისტორია.